პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნების დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში კარგად არ დაწყებულა, რადგან პირველივე დღესვე ქართულ ოცნებას მოუწყვეს აქცია და ემიგრანტებმა, რომლებიც სტრასბურგში იმყოფებოდნენ, ქართულ ოცნებას ჩაუშალეს ვახშამი ფრანგულ რესტორანში, სადაც პირდაპირ უთხრეს, რომ ისინი არიან მონები, ემიგრანტები შევიდნენ რესტორანში, კადრებში ეს კარგად ჩანს და ეკა სეფაშვილს, რომელიც არის ასევე დელეგაციის წევრი გივი მიქანაძეს და ასევე თამარ ტალიაშვილს, რომელიც არის ელჩად გაგზავნილი ევროსაბჭოში, პირდაპირ მთელი რესტორნის გასაგონად უწოდეს მონები, რომ ისინი არიან სამშობლოს გამყიდვლები, რომ მათი ადგილი ევროპაში არ არის და არ მისცემენ უფლებას, რომ საქართველო წაიყვანონ რუსეთში. აი ამ შეძახილების, როგორც ფრანგულად, ასევე ქართულ ენაზე მოუწიათ ქართული ოცნების დელეგაციის წევრებს ამის მოსმენა მთელი რესტორნის გასაგონად და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველები და მათ შორის საქართველოში მყოფი ქართველებიც არ შეეგუებიან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, რომელსაც ძალიან ღიად ჩვენი ქვეყანა მიყავს რუსეთისკენ. გივი მიქანაძეს დღეს ძალიან მძიმე განცხადებების მოსმენა მოუწევს, რადგან ის არის დელეგაციის ხელმძღვანელი და რამდენიმე საათში უკვე გაიხსნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ერთ-ერთი პირველი საკითხი არის საქართველო და სადაც განიხილავენ არჩევნების გაყალბების ფაქტებს და ასევე მსჯელობა იქნება ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ოპოზიციაც და სამოქალაქო საზოგადოებას დაესწრება დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც მათ აქვთ მომზადებული იმ დაშავებული და ნაწამები ადამიანების ფოტოსურათები, რომლებსაც მთელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თვალწინ, ასე ვთქვათ, გამოფენენ და დაანახებენ მთელ მსოფლიოს, რა დღეში აგდებს ქართული ოცნება საკუთარ მოქალაქეებს, როგორ უსწორდება ფიზიკურად, როგორ აწამებს და ეს კიდევ ერთხელ იქნება დასტური იმისა, რომ საქართველო და ქართული ოცნება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. როგორც უკვე გითხარით, ასე მძიმედ დაიწყო ქართული ოცნების ვიზიტი ევროსაბჭოში, ახლა კიდევ მოვისმინოთ ის განცხადებები, რომელიც ფრანგულ რესტორანში ის განცხადებები, რომლის მოსმენაც ფრანგულ რესტორანში ქართული ოცნების დელეგაციას მოუწია. ის რატო გაგიკეთეთ ეს საჩუქარი, რომ თქვენთვის ევროპაში ადგილი არ არის. თქვენთვის ადგილია რუსეთში. იმიტომ რომ თქვენ ხართ საქართველოს გამყიდველი. ძალიან მეწოდებით რა. იმიტომ რომ სირცხვილია. სირცხვილია თქვენაირი ადამიანების არსებობა ამ ქვეყანაზე. ეს თქვენი აზრი არის ალბათ. nous connaît juste c'est toutes les femmes et messieurs terroristes avec la Géorgie, c'est là pour la ça avec la Russe. Allez-y vers le Russe. აგაგზანდებოდეთ რუსეთში, ხალბატონებო და ბატონებო. ჩვენ არ მივგზანდებით, იმიტომ რომ თქვენთვის დღეს ბოლო დღეა, როდესაც თქვენ ევროპაში დააბიჯებთ. თქვენ ყველაფრის просто არარაობები ხართ, ცილის ღირსიც არ ხართ. მონები ხართ. მონები ხართ. ძალიან ცოდოები ხართ. Toutes les terroristes avec la Russe, c'est toutes les personnes en poubelle. უმძიმესი ღამე ჰქონდა სტრასბურგში თეატრულ ოკეანსაც, რომელსაც ასე ვთქვათ, სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე დახვდნენ ქართველი ემიგრანტები და მასაც სათანადოდ გასცეს პასუხი, გამოხატეს მთელი ემიგრაციის პოზიცია ქართული ოცნების მისამართით და ერთ-ერთმა მოქალაქემ სტრასბურგში თეატრულ ოკეანს უთხრა, რომ მისი ადგილი ევროპაში არ არის, რომ ის არის რუსეთის მონა და ასრულებს რუსეთის დაკვეთებს. თეატრულ ოკეანს მთელი გზის განმავლობაში მოუწია იმის მოსმენა, რომ ის არის მონა და რომ ემიგრაცია არ შეეგუება ქართული ოცნების პოლიტიკას, რომლის მიზანიც არის, რომ ჩვენი ქვეყანა მოაქციოს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, მოაქციოს რუსულ ორბიტაზე და დააშოროს ევროატლანტიკურ სტრუქტურებს. თქვენ მონახართ გენაცვალე, როგორ ძანდებით? ის რუსეთის ბიზნესი, ჩემო სიხარულო. როგორ ძანდებით? ვერ ვიცანით მე? ვერა, სამწუხაროა. მე საქართველო. თქვენ რუსეთის არა, ჩემო კარგი. მე ვარ საქართველოს, თქვენ ვარ. არა, ჩემო სიცოცხლე. არა, თქვენ ხართ ყველაფრის მონახართ, რუსების მონახართ. აბა კი. კი, ჩემო კარგო. ხოდინებათ რომ ქართველი. მე არ წამიგია. არა, ჩემო კარგო, მე არ წამიგია. არ წავაგებ. ჩვენ უნდა იცოდეთ არითმეტიკა, იცით რატომ? იცით რატომ უნდა იცოდეთ არითმეტიკა? ქართველს ვერ ამოწყვიტავთ.
საქართველოს ქართველის გარეშე ვერ დაიტოვებს, რუსებს ვერ ჩააბარებს. Თქვენი გზა რუსეთშია. არა, ჩემო სიხარულო, ნამდვილად რუსეთშია. წადი ახლა. მე წადი, როგორ გეკადრებათ? ნურას უკაცრავად. სასტუმროში მოხვედი ფიზიკენი და დაიძინა. ვაი, მე რა საყვარელი ხარ. თქვენ არ გაქვთ უფლება სუნთქავდეთ ევროპულ ჰაერს. იმიტომ რომ თქვენ რუსეთის ჰაერი გიყვართ. მაგრამ საქმე იცი რა არის, რუსეთის ბორშსაც ვერ შეწავთ, იმიტომ რომ ბორში უკრაინულია. დებატები საქართველოს შესახებ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე რამდენიმე საათში დაიწყება, თუმცა ამ წუთებშიც დაიწყება მსჯელობა უკვე კომიტეტის დონეზე საქართველოში გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების დარღვევაზე და სამოქალაქო საზოგადოება ოპოზიციასთან ერთად, ვინც ახლა სტრასბურგში იმყოფება როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, ასევე მონიტორინგის კომიტეტზეც გააჟღერებენ მთავარგზავნილებს, წარადგენენ ფოტოსურათებს დაშავებული ადამიანების, რათა მთელმა მსოფლიომ გაიგოს დღეს როგორ ექცევა ქართული ოცნება საკუთარ მოქალაქეებს. შემდეგ უკვე ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის გახსნის დროს უკვე იქნება დებატები საქართველოს შესახებ და დებატების მთავარი თემა, როგორც უკვე გითხარით, იქნება ადამიანის უფლებების დარღვევა და ასევე იქნება გაყალბებული არჩევნები. ამ დროისთვის ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტი, რომელიც დაახლოებით 2 კვირის წინაც იმყოფებოდა საქართველოში, ამზადებენ ანგარიშს ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ. ჯერჯერობით ანგარიში არ არის მზად, თუმცა ამ საკითხსაც იქნება მსჯელობა ევროსაბჭოში და ქართულ ოცნებას და დელეგაციის ხელმძღვანელს გივი მიქანაძეს მოუწევს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემა, ასევე იგეგმება, რომ ოპოზიციამ დღევანდელ სხდომაზე დააყენოს ქართული ოცნების დელეგაციის ლეგიტიმაციის საკითხი და სწორედ ამ საკითხსაც იქნება მსჯელობა. სნობს თუ არა ევროსაბჭო ქართული ოცნების დელეგაციას ამის წინასწარ პროგნოზირება არ შეგვიძლია, თუმცა ოპოზიციამ ამ საკითხზე უკვე იმსჯელა ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან და ამ საკითხსაც იქნება განცხადებები სესიის დროს. ევროსაბჭოს ასამბლეაზე ქართული ოცნების დელეგაციის ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი თავის მხრივ, იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმს და მის ეგრეთ წოდებულ წარმომადგენლობას ექნება შესაძლებლობა პირადად მოისმინოს ის მძიმე პოლიტიკური შეფასებები, რასაც ევროსაბჭო და მისი წარმომადგენლობები გააკეთებენ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან არჩევნების მიტაცებაზე. ამის მიზანი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ პირველ რიგში ევროსაბჭოში მიგვეტანა ინფორმაცია საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, იმის შესახებ, რომ აქ ადამიანები არიან უკანონო პატიმრობაში, ადამიანები ხავთ აყვანილი ძევლად, იმის შესახებ, რომ აქ არის მასობრივი სისტემური ხასიათის წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანების დამცირება, რომ ხავს უამრავი პოლიტიკური პატიმარი, ხავს ინგლისის პატიმრები, რომ არჩევნები არის გაყალბებული, მოკლედ აი ამის შესახებ სიმართლის ნამდვილი ინფორმაციის მიტანა ევროსაბჭოში. დობის მანდატი ქართული ოცნების დელეგაციამ არ უნდა მიიღოს, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის ერთპარტიულ პარლამენტში, არალეგიტიმურ პარლამენტში, არც ერთ ქვეყანას, რომელიც არის ევროსაბჭოს შემადგენლობაში, უმრავლესობას არ აქვს ლეგიტიმაცია მინიჭებული და არ ქონიათ ცნობად გამოცხადებული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობა და ამაზე ჩვენ გვქონდა, რა თქმა უნდა, საუბარი ჩვენს პარტნიორებთან. არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პროტესტის და განსაკუთრებით ჩვენი რეჟიმის პატიმრების შესახებ ყველა მიცოდეს. დღეს მოვლენების ეპიცენტრი სტრასბურგთან ერთად იქნება ბრიუსელიც, რადგან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იწყებენ მსჯელობას წელს პირველად საქართველოს შესახებ და არსებობს მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა სანქციების საკითხიც წარადგინოს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა. იქამდე სანამ გაიმართება მსჯელობა საქართველოს შესახებ, ევროპარლამენტში გაისმა მოწოდებები ბიძინა ივანიშვილის და მისი
ქვეშევრდომების სანქცირებასთან დაკავშირებით და მიიღებენ რეზოლუციას ამის შესახებ თებერვალშიც, ამიტომაც არსებობს მოლოდინი, რომ ევროპარლამენტის დებატების შემდეგ შესაძლოა სანქციების ახალი პაკეტიც წარადგინოს ევროკომისიამ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ორი სახელმწიფო, უნგრეთი და ფიცო ბლოკავენ საერთო სანქციებს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ეროვნულ დონეზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გააგრძელებენ სანქციების პოლიტიკას, ისე როგორც ეს გააკეთა გერმანიამ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. არის მოლოდინი, რომ პოლონეთი, ნიდერლანდებიც შეუერთდებიან ეროვნულ სანქციებს ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ.